გასართობი ცენტრი სკოლის ეზოში იმ ადგილასაა ჯერ კიდევ 2 თვის წინ მეოცე სკოლის სტადიონი მდებარეობდა, ახლა საბილიარდო მშენებლობა მიმდინარეობს. Როგორც ცნობილი გახდა, სასწავლებლის ტერიტორია ჯერ კიდევ 1996 წელს გასხვისდა, თუმცა რამდენად მიზანშეწონილია სკოლის ეზოში გასართობი კლუბის ფუნქციონირება, ეს უკვე სხვა და უფრო კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ. სასწავლებლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე ინფორმაცია არ აქვს განათლების სამინისტროს, თბილისის მერიამ კი კურიერთან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. შენობა ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება, ბილიარდ ცენტრი. ეს ბანერი მარი ბროსეს ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზეა გამოკრული. მშენებლობა კი საჯარო სკოლის ეზოში სპორტული მოედნის ადგილას მიმდინარეობს. სკოლაში ამბობენ, რომ 2 თვის წინ აქ მოედანი ფუნქციონირებდა, თუმცა აგვისტოს შემდეგ ტერიტორია შემოღობეს. სპორტული ინვენტარი და ტრიბუნები კი სკოლის წინ დაყარეს. ეს ტერიტორია შემოიღობა აგვისტოს თვეში. აგვისტომდე ბავშვები შედიოდნენ. მეოცე საჯარო სკოლის პედაგოგები და მშობლები სკოლის ეზოში საბილიარდოსა და გასართობი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ, მათი განცხადებით, მოსწავლეების კონტროლის შეუძლებელი გახდება. არანაირი დაზღვევა იმის, რომ მოსწავლეები თქვათ, გაკვეთილების მერე თუნდაც იქ არ დაიწყებენ ან თამაშთან გართობას, ამისგან დაზღვეული არა ვარ. საკუთარ პრეტენზიებს სკოლის ადმინისტრაცია ტერიტორიის მფლობელს ვერ აცნობს, რადგან კონტაქტი ინვესტორთან არ აქვთ. მათ მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით კი სკოლის სტადიონის ტერიტორია 1996 წელს თაწმინდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით გასხვისდა, თუმცა მშენებლობა მხოლოდ ეხლახანს დაიწყეს. თავად მფლობელი აპოლო მგადელია არანაირ შეკითხვებს არ პასუხობს. კითხვებზე პასუხის გაცემა აპოლო მგადელიას სავარაუდოდ პარლამენტისა და თბილისის საკრებულოსთვის მოუწევს იმაზე, რომ სკოლის ეზოში არანაირი და მით უმეტეს სათამაშო ბიზნეს ობიექტის მშენებლობა არ უნდა ხდებოდეს, მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც თანხმდება. მიზანშეწონილებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს ქალაქის თვითმმართველობა. არა თუ სკოლის მახლობლად, არამედ ზოგადად არ მივესალმები სათამაშო ბიზნესის ასეთ გავრცელებას. ინფორმაცია სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით არ აქვს განათლების მინისტრს. არ ვიცი რა გიპასუხოთ ახლა. რაღაცა გვეშლება. რამდენად კანონიერია კლუბის მშენებლობა საჯარო სკოლის ეზოში, თბილისის მერიაში ამ თემაზე კომენტარის გაკეთება დღეს საერთოდ არ ისურვეს.